ბუნებრივი რესურსების მართვის რეფორმების ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს თბილისში. იცეზიანტი კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების შეხვდნენ. მხარეებმა ამ სფეროში არსებული პრობლემები განიხილეს და საკანონმდებლო ცვლილებების დახვეწაზე ისაუბრეს. შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების ეფექტურ მართვას და ექსპორტის გაზრდას. მოხდა შეხვედრა სამთო-მომპოვებელ დარგთან, ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ჩვენი ექსპორტის 30%-ზე მეტი მოდის სწორედაც რომ სამთო-მომპოვებელ დარგზე. აქვე მინდა აღნიშნო, რომ დარგს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სამინისტრო კერძო სექტორს ესაუბრება იმისათვის, რომ გამოავლინოს იქ არსებული პრობლემები და რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას. შედგა ეს შეხვედრა სამთო-მომპოვებელი დარგის წარმომადგენლებთან, ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი სამომავლო რეფორმების კონცეფცია, ძირითადი პრინციპები და ასევე მოვისმენთ მათგან პრობლემები. ჩვენ მოვახდინეთ რა ამ პრობლემების იდენტიფიცირება, შევთავაზეთ მათ, კარგად გაეცნონ ჩვენს რეფორმის გეგმას, ჩაერთვან ამ პროცესში და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობაში და შემდეგ საქართველოს პარლამენტში წარვადგენთ ცვლილებების პაკეტს.